5 აისბერგი გინეკოლოგიაში. პირველი ეს არის სქესური გზით გადამდები დაავადებები, 50-95% უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თუ ჩვენ არ ვიცით, შესაძლებელია საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს ორგანიზმზე. შესაბამისად, ტესტი, რომელიც დღევანდელ დღეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის PCR დიაგნოსტიკა ამ ინფექციებზე. ეს არის ქლამიდია, ტრიხომონა, მიკოპლაზმა გენიტალიუმ და გონორეა. მეორე, ადამიანის პაპილომა ვირუსი. აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ტარებლობა და ასევე მათი გამოვლინება. შესაბამისად, თუ ჩვენ არ ჩავიტარეთ სკრინინგული ტესტები, ეს არის პაპ ტესტი, პაპილომა ვირუსის PCR დიაგნოსტიკა და შესაბამისად შემდგომ საჭიროებისამებრ ან ექიმის გადაწყვეტილებისამებრ კოლპოსკოპია, შესაძლებელია ჩვენ მივიდეთ ისეთ გართულებამდე, როგორც არის საშუალო სყელის კიბო. და მთავარი, საშუალო სყელის კიბოსწინარე დაავადებებს არანაირი სიმპტომები არ ახასიათებს. ასევე კიდევ ერთხელ ვიტყვი, დიაგნოსტიკური ტესტები მნიშვნელოვანია. მესამე, კიბო, ან არ იცის ქავილი, არ იცის ტკივილი, თუ ის ადრეულ სტადიაზეა. ესე იგი, ჩვენ გინეკოლოგები მოგიწოდებთ საშუალო სყელის სკრინინგი და სარძევე ჯირკვლების სკრინინგი არის უმნიშვნელოვანესი. მეოთხე, პოლიპები, მიომები, ჰიპერპლაზია. ყოველივე ამას დიდ პროცენტ შემთხვევაში ახასიათებს ჭარბი მენსტრუალური სიზმრა, რომელსაც ხშირად გოგონები საყურადღებოდ არ მიიჩნევენ. ანუ დანაკარგი მენსტრუალური სიზმრის დიდია და ჩუმად ვლინდება რკინა-დეფიციტური ანემიები. შესაბამისად, ულტრაბგერითი კვლევა, როდესაც ჩვენ ვეჭვობთ, რომ ჩვენ გვაქვს ჭარბი მენსტრუალური სიზმრა, მნიშვნელოვანია ამ ანატომიურ სტრუქტურების დიაგნოსტიკაში. მეხუთე, კისტები საკვერცხეებზე. 86% ეს არის ფუნქციონალური კისტები, ანუ თვით რეგრესირდება, მაგრამ 14% შემთხვევაში ისინი არიან სიმსივნური ეთიოლოგიის, როდესაც აბსოლუტურად და ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სერიოზული პრობლემების გამომწვევი არიან. გინეკოლოგთან ვიზიტი არის უპირობო დროული დიაგნოსტიკისა, თუმცა დაავადების პრევენცია, რა თქმა უნდა, ეს არ არის, მაგრამ ადრეულ სტადიაზე ნანახი პათოლოგია მკურნალობას ხშირად ექვემდებარება. და ბოლოს, წელიწადში ერთხელ გინეკოლოგთან ვიზიტი ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია.